თურქეთს 13 ტორნადომ გადაუარა. პოლონეთში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებდა. იაპონიაში მაისი ზაფხულად და ზამთრად დაიყო. ინდონეზიაში კი ვულკანი ტურისტებისთვის სასიკვდილო ხაფანგად იქცა. როგორი გამოდგა გასული კვირა პლანეტისთვის იხილეთ გამოშვების გაგრძელებაში. თურქეთი. სამაის თურქეთს თავს დაატყდა ძლიერი თავსმაჭექა ქუხილით, სიტყვით, ძლიერი ქარითა და ტორნადოების უპრეცედენტო რაოდენობით. ევროპის სახიფათო ამინდის მოვლენების მონაცემთა ბაზის თანახმად, წარმოიქმნა 13 ტორნადო, რომელთაგან 9 იყო ძალიან ძლიერი, აი-4 კატეგორიის. ზარალის მოცულობა გამოუგნებელია, ძირიანად ამოგლეჯილი ხეები, წაქცეული ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები, დანგრეული სახლები და სამეურნეო შენობები, დაშავებული ცხოველები. ყველაზე მეტად დაზარალდა შანლიურფას პროვინცია. აქ შტორმის დროს დაფიქსირდა 7 ტორნადო. ვირანშეჰირის რაიონში გრიგალმა დაანგრია 2 სადღესასწაულო დარბაზი და 6500 კვადრატული მეტრი ფართობის საფეხბურთო მოედანი, მიყენებულმა ზარალმა $2 მილიონ გადააჭარბა. ერთ-ერთ დარბაზში, რომელიც გათვლილი იყო 2000 სტუმარზე, ამ დროს დაგეგმილი იყო ქორწილი. თუმცა ტორნადომდე სულ რამდენიმე დღით ადრე ის გაუქმდა, რის წყალობითაც ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება მოხერხდა. ტორნადოსა და სიტყვისგან სერიოზული ზარალი განიცადა რეგიონის სოფლის მეურნეობამაც. დაზიანდა 1200 ჰექტარზე მეტი ფისტის პლანტაცია. ასევე ძლიერ დაზარალდა ნივრისა და ხორბლის ნათესები. შანლიურფაში სტიქიის მძვინვარების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, კიდევ 40 კი დაშავდა. მარდინის პროვინციაში აი-4 კატეგორიის ტორნადომ მოგლიჯა ქარმზის ელექტროსადგურის პანელები და რამდენჯერმე ამოატრიალა კონტეინერი, რომელშიც მუშები ცხოვრობდნენ. შიგნით მყოფი 4 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაზიანტეპის პროვინციაში ტორნადომ მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრით მაღლა ააგდო და გზიდან გადაისროლა. მგზავრებმა ტრავმები მიიღეს, ავტომობილმა კი მნიშვნელოვანი დაზიანება. კიდევ ერთმა აი-4 კატეგორიის ტორნადომ სირიის საზღვარი გადაკვეთა და ახლობით 7 კილომეტრი გაიარა და სერიოზული ზიანი მიაყენა სასოფლო სამეურნეო სავარგულებსა და ინფრასტრუქტურას ქილისის პროვინციის ელბეილის რაიონში. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე შეიმჩნევა ტორნადოებისა და წყლის ტორნადოების რაოდენობის მკვეთრი, ფაქტობრივად ექსპონენციალური ზრდა, რაც კარგად ჩანს გრაფიკზე. შესადარებლად, 2020 წლის დასაწყისიდან 2026 წლის მაისამდე ქვეყანაში დაფიქსირდა უფრო მეტი ასეთი მოვლენა, ვიდრე წინა 20 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც იზრდება არა მხოლოდ მათი რაოდენობა, არამედ ინტენსივობაც, რასაც ადასტურებს ტორნადოების ამჟამინდელი სერია. თურქეთის მრავალი პროვინციის მცხოვრებლები ასევე შოკში ჩააგდო მაისის თოვლმა. დიუშჯეს მაღალმთიან რაიონებში 60 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა. გზების გასაწმენდად ტექნიკა ჩაერთო. აფიონ-ყარაჰისარის პროვინციაში თოვისა და მოყინვის გამო შეფერხდა მოძრაობა საკვანძო რეგიონალურ ავტოგზებზე, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ რეგიონებს აკავშირებს. ასევე რამდენიმე რაიონში სკოლებში გაკვეთილები გაუქმდა. ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ და არასეზონურმა თოვლმა ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. მერსინის პროვინციაში თოვლის საფარმა 10 სანტიმეტრს მიაღწია. დაზარალდა ალუბლისა და ატმის ბაღები, რომლებიც ამ დროს ყვაოდა. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები, რომლებიც ნარგავების დასაცავად იყო დამონტაჟებული, თოვლის სიმძიმის ქვეშ განადგურდა, ხეების ნაწილი კი გადატყდა. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მაისში ასეთ ბუნებრივ მოვლენას ადრე არასდროს შეხვედრიან. პოლონეთი. მაის ლუბლინის საუევოდოში ტყის ხანძარმა იფეთქა, რომელმაც მოიცვა პუშჩა-სოლსკას ტერიტორია, პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ტყის მასივი, რომელიც ცნობილია თავისი მრავალსაუკუნოვანი ფიჭვნარით, ტორფნარებითა და ფრინველთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების საბინადრო ადგილებით. სულ რაღაც რამდენიმე საათში ალი სწრაფად გავრცელდა და 500 ჰექტარზე მეტი ტყე მოიცვა. ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო ექსტრემალურად მშრალმა ტყის საფარმა, ძლიერმა, ამოვარდნილმა ქარმა და ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ.
ზედიზედ რამდენიმე დღე იდგა ტიპური ზაფხულის სიცხე, თერმომეტრის სვეტები 27 გრადუს ცელსიუსამდე ადიოდა. ვითარებას განსაკუთრებით სახიფათოს ხდიდა ხშირი ფიჭვის ტყეები. ცეცხლის სწრაფად გადადიოდა ტყის საფარიდან ხეების კენწეროებზე, რაც იწვევდა კენწეროს ხანძარს, რომელიც უზარმაზარი სიჩქარით ვრცელდებოდა. ცეცხლთან საბრძოლველად ჩართული იყო ძალები თითქმის მთელი ქვეყნიდან. ოპერაციაში მონაწილეობდა 800-ზე მეტი მეხანძრე, 200-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატებით, პოვიზორებით და ავიაცია. ჩაქრობას ართულებდა ძნელად მისადგომი ჭაობიანი ადგილი, ტყის გზების შეზღუდული რაოდენობა და ძლიერი დაკვამლიანება. ცეცხლის ლიკვიდაციის დროს მოხდა ტრაგედია, კატასტროფა განიცადა სახანძრო თვითმფრინავმა. მისი პილოტი დაიღუპა. სპეციალისტების თქმით, ასეთი დიდი ტყის ხანძრები ადრე ასოცირდებოდა უპირველეს ყოვლისა ესპანეთთან, საბერძნეთთან, პორტუგალიასთან და სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან. მაგრამ ახლა მსგავსი რამ სულ უფრო ხშირად ხდება პოლონეთშიც. ესპანეთი. მაისს ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთს თავს დაატყდა ძლიერი ჯექა ქოხილის სერია თავსხმითა და სეტყვით. ყველაზე მეტად დაზარალდა არაგონის ოლქი, განსაკუთრებით სარაგოსას პროვინცია. გალიურის მუნიციპალიტეტში თითქმის 40 წუთის განმავლობაში მოდიოდა ინტენსიური სეტყვა. სტიქიამ გაანადგურა 300 ჰექტარზე მეტი კარტოფილი, სიმინდი, ქერი და იონჯერითაც სერიოზული ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. 5 მაისს კანტაბრიის ოლქში 167 ტრასა რამდენიმე სანტიმეტრის დიამეტრის სეტყვამ დაფარა. ასფალტი უკიდურესად მოლიპული გახდა, რამაც 16 მანქანის მონაწილეობით მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. მაგრამ ყველაზე საშიში სიტუაცია შეიქმნა 7 მაისს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ხმელთაშუა ზღვის ჯექა ქოხილმა სულ რაღაც რამდენიმე საათში ნალექების თვიური ნორმა მოიტანა. მურსიის ოლქის ლოს-ალკასარესის მუნიციპალიტეტში 140 მმ-მდე ნალექი მოვიდა. ქუჩები მღელვარე ნაკადებად გადაიქცა, დაიტბორა ავტოსადგომები, გვირაბები და შენობების პირველი სართულები. მარმენორის რაიონის ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში დროებით გაუქმდა გაკვეთილები, ხოლო ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეების ევაკუაცია გახდა საჭირო. იაპონია. 4 მაისს იაპონიამ არასეზონური ამინდის კონტრასტი განიცადა. ეს მოხდა ოქროს კვირის შუა პერიოდში, ქვეყანაში მოგზაურობისა და დასვენების ერთ-ერთ მთავარ პერიოდში. ტოკიოს ცენტრში დაფიქსირდა 28,4 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო დედაქალაქის გარეუბნებში თერმომეტრის სვეტები 30 გრადუსზე მაღლა აიწია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტემპერატურა უფრო დამახასიათებელია ივნისის ბოლოსა და ივლისის შუა რიცხვებისთვის და არა მაისის დასაწყისისთვის. ქვეყნის ჩრდილოეთით სურათი თითქმის ზამთრისა იყო, ტემპერატურა ზოგან 4 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა და თოვლი მოვიდა. ხოლო ქარის ამოვარდნები წამში 25 მეტრს აჭარბებდა. მიაგის პრეფექტურის ქალაქ სიროისიში დაფიქსირდა ნაკადური ქარი 30,3 მეტრი წამში სიჩქარით. ქარმა მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვია. ვაკაიამას პრეფექტურაში შესაძლებელ სახლს დაეცა. კანტოს რეგიონში 15 საათით დაიკეტა მოძრაობა ავტომაგისტრალზე ტოკიო-ბეიაკვა ლაინი. ნარიტას აეროპორტში ჩიბას პრეფექტურა დასაჯდომად მიმავალ თვითმფრინავს ქარი აქანავებდა და ის დიდხანს ვერ ახერხებდა დაფრენას. ხოლო კანაგავაში მოგლეჯილი ლითონის პანელის სარკინიგზო ხაზის ლიანდაგებზე მოხვდა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. ყველაზე უხვი თოვლი მოვიდა კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთით. დაბა ტაკინოვეში დღე-ღამეში 11 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა. მაისში მსგავსი რამაკ 30 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. ქალაქ ვაკანაიში თვითმხილველები ამინდს აღწერდნენ როგორც თითქმის ზამთრისას. მოდიოდა წვიმა თოვლით ფქროდა ძლიერი გვერდითი ქარი, რომლის დროსაც ქოლგის დაჭერაც კი რთული იყო. ამერიკის შეერთებული შტატები. ექვს მაისს მისისიპის შტატის სამხრეთ ნაწილის თავზე შეიქმნა სუპერუჯრედების ფორმირების პირობები. მექსიკის ყურიდან წამოსული თბილი, ტენიანი ჰაერი შეეჯახა სიმაღლეზე არსებულ ძლიერ ქარებს, რამაც რამდენიმე ძლიერი ტორნადოს წარმოქმნა გამოიწვია. სტიქიის ყველაზე ძლიერი დარტყმები ლამარის, ლინკოლნისა და ფრანკლინის ოლქებს დაატყდა თავს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ქალაქების ბრუკჰეივენისა და ბოუკ-ჩიტოს რაიონში.
აქ შეერთებული შტატების ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უმაღლესი დონის გაფრთხილება გამოაცხადა, მას იყენებენ კატასტროფული ზარალისა და ადამიანთა მსხვერპლის საფრთხის დროს. ამასთან თვითმხილველთა თქმით, ბევრი ტორნადო პრაქტიკულად უხილავი იყო წვიმის სქელი კედლის გამო. ასეთი გრიგალები განსაკუთრებით საშიშად ითვლება, მათ ძალიან გვიან ამჩნევენ. ერთ-ერთმა ტორნადომ სარადარო დაკვირვებების მონაცემებით ნამსხვრევები 8 კილომეტრ მეტ სიმაღლეზე აიტანა, რაც ევერესტის სიმაღლეს შეედრება. ეს მიუთითებს ძლიერი აღმავალი ნაკადის მქონე გრიგალის კოლოსალურ სიმძლავრეზე. ასეთი მოვლენები შედარებით იშვიათად გვხვდება და სერიოზულ ნგრევას იწვევს. დაზარალებულ რაიონებში დაზიანდა 400-ზე მეტი სახლი. სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. ხალხი იხსენებდა, როგორ იმალებოდნენ საბაზანო ოთახებში და ავეჯის ქვეშ, ცდილობდნენ რა ბავშვების დაცვას, სანამ ძლიერი ქარი ხდიდა სახურავებს და ანგრევდა მათი საცხოვრებლების კედლებს. ტრეილერების პარკებში ტორნადომ თითქმის ყველა მობილური სახლი გაანადგურა. სამაშველო ოპერაციები მთელი ღამე გრძელდებოდა. საგანგებო სამსახურები ამოწმებდნენ დანგრეულ შენობებს, ეხმარებოდნენ დაზარალებულებს და გზებზე ნანგრევებს ასუფთავებდნენ. გრევის მასშტაბების მიუხედავად საბედნიეროდ არავინ დაუპულა. Yeah, this is Hailey's trailer, I'm pretty sure. არგენტინა. შვიდი მაისიდან 9 მაისის ჩათვლით ძლიერი ექსტრატროპიკული ციკლონი, გამოწვეული ციკლოგენეზის პროცესით, თავს დაატყდა არგენტინის ცენტრალურ ნაწილსა და მის ატლანტიკის სანაპიროს. ბუენოს-აირესის პროვინციაში 7 მაისს ლას-ფლორესის ოლქში ტორნადომ მთლიანად დაანგრია სახლი. დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ქალაქ მარ-დელ-პლატაში დღე-ღამეში 105 მმ ნალექი მოვიდა. ეს მაისის თითქმის 2 თვის ნორმაა. ქუჩები დაიტბორა, ხალხს ეხმარებოდნენ მანქანებიდან გადმოყვანაში, საჭირო გახდა პორტისა და ტალღმჭრელების დაკეტვა და წყლის ყველა სახეობის სპორტის გაუქმება. ქალაქ ნეკოჩიაში 24 საათზე ნაკლებ დროში სამჯერ მეტი წვიმა მოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ ერთ თვეში მოდის. ქარის ამოვარდნები საათში 90 კილომეტრს აღწევდა, ხოლო სანაპიროსთან ტალღების სიმაღლე 7 მეტრს. 8 მაისის ღამისთვის ქალაქ მონტერერმოსოში შტორმულმა მოქცევამ სანაპირო დამბა გაარღვია, ტალღებმა სამაშველო სადგური გადარეცხა. წყალი ქალაქის სიღრმეში 2 კვარტლით შეიჭრა, ცხოვრებთა უმეტესობა შუქის გარეშე დარჩა. დაბა ვილია-დელ-მარში მოქცევამ თითქმის 6 მეტრს მიაღწია და ადგილობრივი მცხოვრებლების სახლები დატბორა. ხალხის ევაკუაცია სამხედრო-საზღვაო ძალებისა და მეხანძრეების მონაწილეობით განხორციელდა. შტორმი საშიში აღმოჩნდა არა მხოლოდ სანაპიროსთვის, არამედ ნაოსნობისთვისაც. 170-ზე მეტმა უცხოურმა გემმა არგენტინის სანაპიროებს შეაფარა თავი 12 მეტრიანი ტალღებისა და საათში 140 კილომეტრამდე სიჩქარის ქარის საფრთხის გამო. ღია ზღვაში ასეთი შტორმი მათთვის შესაძლოა მასობრივი გემთმსხვრევით დასრულებულიყო. გემებს ნება დართეს დარჩენილიყვნენ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სამხედრო-საზღვაო პრეფექტურის კონტროლის ქვეშ ამინდის გაუმჯობესებამდე. ინდონეზია. 8 მაისის დილას მოხდა დუკონოს ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ ჰალმაჰერაზე, ინდონეზიის ჩრდილოეთ მალუკუს პროვინციაში. კრატერიდან აფეთქების ხმით დაახლოებით 10 კილომეტრის სიმაღლის ფერფლის მკვრივი სვეტი ამოვიდა. ადგილობრივი მცხოვრებლები არ დაშავებულან, რადგან მახლობლად დასახლებული პუნქტები არ არის. დუკონო ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და 2008 წლიდან მას მინიჭებული აქვს საფრთხის 4-დან მეორე დონე. ხოლო კრატერის გარშემო აკრძალული ზონის რადიუსი 4 კილომეტრს შეადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილიდან ვულკანური აქტივობის გაძლიერების შემდეგ ვულკანზე ასვლის რაიონი დროებით დაიკეტა, ამოფრქვევის მომენტში 8 მაისს დუკონოს ფერდობებზე 20 ალპინისტი და ტურისტი იმყოფებოდა. იმავე დღეს 17 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, ზოგიერთმა მათგანმა მსუბუქი ტრავმები და დამწვრობები მიიღო. კიდევ 3 ადამიანის ძებნას ართულებდა ფერფლთაცვენა, ცუდი ხილვადობა და მფრინავი ქვის ნამსხვრევები. ახალი ამოფრქვევების საფრთხის გამო საძიებო ჯგუფებს უწევდათ მუშაობის დროებით შეჩერება და უსაფრთხო ზონებში გადასვლა. მოგვიანებით ოპერაციაში ჩართეს დრონები, მათ შორის ტბოვიზორებით. მეორე დღეს მაშველებმა 3 დაკარგული სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვეს. მათი სხეულები დამარხული იყო ვულკანური მასალისა და ქვის ნამსხვრევების სქელი ფენის ქვეშ, რამაც ევაკუაცია ძლიერ გაართულა.
ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო იმის გარკვევა, თუ ვინ დაუშვა დახურულ მარშრუტზე ასვლა და ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას ორგანიზატორების ან გამყოლების მხრიდან. გაფრთხილებები იყო, მარშრუტი დაკეტილი იყო, საშიში ზონა მონიშნული იყო. მაგრამ ტურისტების ჯგუფი მაინც წავიდა კრატერისკენ და აღმოჩნდა იქ ძლიერი ამოფრქვევის მომენტში. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ადამიანების ნაწილი შესაძლოა ვულკანზე კონტენტის გადასაღებად ავიდა. სტიქიური უბედურებების სპეციალისტთა ინდონეზიის ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასეთი ვიდეოები თანდათანობით აყალიბებს რისკის დამახინჯებულ აღქმას. ადამიანები საფრთხეს სათანადოდ არ აფასებენ არა იმიტომ, რომ ვულკანი ნამდვილად უსაფრთხოა, არამედ იმიტომ, რომ მხედველობის არეში ჩვეულებრივ ხდებიან მხოლოდ ისინი, ვინც წარმატებით ავიდა, ჩამოვიდა და სანახაობრივი კადრები გამოაქვეყნა. ხოლო პოტენციური საფრთხეები, რომლებიც მაშინ არ განხორციელდა, უხილავი რჩება. რეალური საფრთხე ნარჩუნდება და შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოვლინდეს გავარვარებული ვულკანური მასალების გამოტყორცნის, სქელი ფერფლთაცვენის, აირების ან მოულოდნელი აფეთქებითი ამოფრქვევის სახით. დუკონოს ვულკანზე მომხდარმა ტრაგედიამ სწორედ ეს აჩვენა. არც ერთი, თუნდაც ყველაზე მაგარი ვიდეო არ ღირს ადამიანის სიცოცხლე. ადამიანები, რომლებიც სტიქიური უბედურების დროს სიკვდილს პირისპირ შეეჩეხნენ, მოგვიანებით ყვებოდნენ, რომ სწორედ ასეთ მომენტებში შეიგრძნობდნენ განსაკუთრებით მძაფრად მთელი მატერიალური სამყაროს წარმალობასა და ამავებას. და ერთადერთი, რაც მათ ზღვარზე ყოფნისას ახსენდებოდათ, საკუთარი სიცოცხლის ფასეულობა იყო. ყველაფერი დანარჩენი უსარგებლო ხდება, ყველაფერი მეორე პლანზე გადადის, რადგან როდესაც სიცოცხლე იკარგება ყველაფერი.